დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს. თქო, ამ თემაზე გვესაუბრება ქალწულ ნინო. ძალიან დიდი მადლობა ქალწულ ნინო ჭელიძე, ჩვენი სტუმარი, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ქალწულ ნინო და ყოველთვის ძალიან საინტერესოა თქვენთან შეხვედრა. პირველ რიგში უნდა გავაცნოთ მაყურებელს, ვისთვის არის ეს პროგრამა, რა მიზანს ემსახურება და როგორ უნდა ჩაერთო. მოგახსენებთ, ჩვენ გუშინდლიდან დღეს გაიხსნა უკვე სააპლიკაციო პორტალი, გამოვაცხადეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა. ეს არის საერთაშორისო პროგრამა, რომელშიც იმ ახალგაზრდებს საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლა უცხოეთში განაგრძონ, დაიწყონ განაგრძონ, ეს პროგრამა ზუსტად ამის საშუალებას მისცემს. მათ კონკურსის გავლის შედეგად გრანტის მიღების საშუალება ექნება, რომელიც ამ აკადემიურ ოცნების ასრულებაში დაეხმარება. ეს ერთი პროგრამა. გვაქვს ასევე პარალელურ რეჟიმში გამოცხადდა მეორე პროგრამა, რომელიც საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთათვის არის. ამ შემთხვევაში უკვე სრული ვადით, ანუ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე სწავლას კი არა, არამედ უფრო ხანმოკლე სამთვემდე ვადით კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება ექნებათ დაინტერესებულ პირებს. ორი სიტყვით მოგახსენებთ, ეს პროგრამა როგორ მოქმედებს, როგორ მუშაობს. ზოგადად არსებობს ორი ტიპის პროგრამა. ერთი არის დაფინანსებულ სტუდენტთა პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ ჯერ შემრჩევი მხარე არჩევს სტუდენტს, მას პირობით გრანტს აწევს და შემდგომ ეუბნება თქვენ მიბრძანდით და მოიპოვეთ, თქვათ იგივე პროგრამისათვის თქვენი პრიორიტეტის მიხედვით ან უნივერსიტეტში ჩარიცხვა, ან სკოლაში ჩარიცხვა, ან თუნდაც კურსებზე ჩარიცხვა. ეს პროგრამა, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ გუშინ და დღეიდან პორტალი ჩაერთო სააპლიკაციო, არის პროგრამა, რომელიც ჯერ ითხოვს მას, რომ სტუდენტებმა მოიპოვონ თავიანთი ჩარიცხვა, ქონდეთ უკვე შესაბამის უნივერსიტეტში თუ კურსებზე ჩარიცხვის, ამ შემთხვევაში საჯარო მოხელეების შემთხვევაში ჩარიცხვის დოკუმენტი და შემდგომში უკვე ჩვენთან მოვიდნენ, მოიპოვონ რა დამატებითი თანხა, ან სრული თანხა სწავლისათვის. რაც შეეხება პროგრამის მიმდინარეობას, დღეს გახსნილი პორტალი კიდევ ერთი თვე მისცემს საშუალებას დაინტერესებულ პირებს, რომ აპლიკაცია შეავსონ. ერთის თქმა მინდა, რომ ჩვენთან აპლიკაცია ელექტრონული არის, სხვა სახით არ მიიღება დოკუმენტები, ეს ერთგვარად გამჭვირვალეობის პრინციპის მოთხოვნა არის და სააპლიკაციო სისტემა დაიხურება 27 მაისს, ვითვალისწინებთ რა, რომ 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე არის. შესაბამისად 27 მაისს 7 საათზე პორტალი დაიკეტება და დაიწყება. და რა უნდა წარადგინონ ქალწულნინო? რა არის საჭირო იმისათვის, რომ მოხვდნენ ამ პროგრამაში? კი ბატონო, დაწვრილებით მოთხოვნები არის გაწერილი ვებგვერდზე. ჩვენს ვებგვერდზე www.iec.org.ge. აქ შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს შევიდნენ და ნახონ დაწვრილებით რა დოკუმენტებია მოთხოვნილი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ამავე ვებგვერდზე შეუძლიათ რომ ნახონ ჯგუფური შეხვედრები, საკონსულტაციო შეხვედრები, როგორ არის და როდის არის გაწერილი ცენტრის თანამშრომლებთან. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ იმას, რომ მარტო ვთქვათ თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს არ აინტერესებთ ამ პროგრამაში მონაწილეობა, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ რეგიონებიდანაც ბევრი აპლიკანტი გვეყოლება. შესაბამისად, რეგიონში ასევე ჩავდნენ ჩვენი კოორდინატორები, რადგან იქაც გვქონდათ საშუალება ინდივიდუალური კონსულტაციის. რაც შეეხება ზოგად მოთხოვნებს, გეტყვით, რომ ისევე როგორც ყველა სხვა აკადემიური ინსტიტუცია, ჩვენც ვიცხოვთ სააპლიკაციო ფორმას, რომელშიც შედის, ვთქვათ, განათლების და მუშაობის გამოცდილება თუ ასეთი აქვს სტუდენტს. ასევე ვითხოვთ სამოტივაციო წერილს, რეკომენდაციებს. სტანდარტული მოთხოვნები არის, თქვათ იგივე რაც მოითხოვება უცხოეთში უმაღლესში მისაღებად, ჩვენც ვცდილობთ, რომ ჩვენი მოთხოვნები დაუახლოვოთ აი ამ ემბარქის სისტემას. ერთ-ერთი პირობა ასევე რაც არის, ეს არის მაღალი აკადემიური მოსწრება. მაღალი აკადემიური მოსწრება ჩვენთან 3.0 GPA-ით ან უფრო მეტით არის წარმოდგენილი ეს მოთხოვნა. განსხვავებით შარშანთლისაგან და ეს ალბათ ბევრი დამამთავრებელი კურსის ბაკალავრისთვის იქნება საინტერესო, თუ შარშან არ გქონდა საშუალება რომ გაგვეთვალისწინებინა აი ეხლა დამამთავრებელ კურსზე მყოფი ბაკალავრი, რომელსაც უკვე მიღება აქვს, უბრალოდ ჩარიცხვა აქვს მიღებული უცხოეთიდან, შეუძლია რომ თვითონ არის ღია სააპლიკაციო პროცესი. რამდენის დაფინანსებას შეძლებთ ამ პროგრამის ფარგლებში? ზოგადად ჩვენთან არ არის ხოლმე განსაზღვრული რამდენი აპლიკანტი დაფინანსდება, მოგეხსენებათ ეს ძალიან ხშირად დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ სკოლებში მიდიან აპლიკანტები, რა თანხა აქვთ
გადასახდელი, რამდენს აქვს ეგრეთ წოდებული ვეივერი მიღებული, ანუ გათავისუფლება გადასახადიდან. სტრუქტურულად რომ აგიხსნათ, ჩვენთან შეფასება მიმდინარეობს ქულებით. 10 საერთაშორისო კომისიის წევრი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აფასებენ სტუდენტებს. შეფასების მექანიზმი კი შემდეგია: 3 ეტაპად არის დაყოფილი. ადმინისტრაციული შემოწმება დოკუმენტებისა, თუ დოკუმენტი არ აკლია სწორად არის წარმოდგენილი, შემდგომში გადადის უკვე კომისიის წევრზე. კომისიის წევრი მაღალი ქულების კომისიის წევრებს ყველა რა თქმა უნდა ინდივიდუალურად წერს ამ ქულას და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. და შემდგომში ეს ყოფილი ჯამდება, საშუალოვდება და მეორე ეტაპზე უკვე საშუალოზე მაღალი, ასე ვთქვათ, ქულების მქონე აპლიკანტები გადადიან მესამე ეტაპზე. მესამე ეტაპი უკვე არის გასაუბრება და საბოლოო. ქულები შემდეგნაირად ნაწილდება: 60% სააპლიკაციო მასალები, 40% უკვე ინდივიდუალური გასაუბრება. აი ამ ქულების დაგროვების შედეგად, ვინც მოექცევა top 30%-ში, ისინი იღებენ მათთვის გაიცემა გრანტი. და გრანტი გაიცემა როგორც სრული, ანუ top მოქცეული 30% სიტყვაზე თუ მიიღებს 100%-იან დაფინანსებას, შემდგომი თქვა 10-ან 15% ნაწილობრივ და ესეც რა თქმა უნდა ქულებზეა დამოკიდებული. იგივე პროცედურების გავლა უწევთ საჯარო სექტორში დასახმებულებსაც გავდეთ. შერჩევის პრინციპი იგივე არის, აბსოლუტურად. რაც შეეხება მიმართულებებს, საინტერესოა ეს პრიორიტეტული მიმართულებები, ალბათ ვინც ფიქრობს რომ გადაწყვეტს რომ მოიტანს და შეავსებს განაცხადს დაინტერესებს მიმართულებები. მიმართულებები წლიდან წლამდე ვცდილობთ რომ ძალიან არ შევცვალოთ, თუმცა რა თქმა უნდა შრომის ბაზრის მოთხოვნით თუ სხვადასხვა კვლევების საფუძველზე ოდნავ იცვლება ხოლმე, თქვათ რაკურსი. წლეულს როგორც ჩაშან, ასევე გვაქვს გამოცხადებული კონკურსი განათლების აგრარულ მიმართულებაზე, გვაქვს ასევე სოციალური, ჰუმანიტარული მიმართულებები, STEM-ი, ტექნიკური მიმართულებები, საბუნებისმეტყველო, მეცნიერებები. დამატებული არის უფრო ფართო განსაზღვრება, თქვათ სპეციფიკაცია, როგორიც არის მართვა და ადმინისტრირება, ეს რა თქმა უნდა ყველა აი ამ ზემოთ ჩამოთვლილსაც ეხება. ზემოთ ჩამოთვლილ აკადემიურ მიმართულებას ეხება, დამატებული ასევე არქიტექტურა და ურბანული მეცნიერება. 2014 წლიდან ხორციელდება ეს პროექტი, როგორც ვიცით, კაპიტანინო, თუ სწორად მაქვს, თუ სწორად მახსოვს, უფრო სწორად და საინტერესოა ის შედეგები, რომელიც გვაქვს უკვე დღეისათვის. უნებრივად გაამართლა ამ პროექტმა, იმიტომ რომ ბევრს მიეცა საშუალება გავიზრდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, აიმაღლოს კვალიფიკაცია, ისწავლოს და დაბრუნდეს უკვე თავის ქვეყანაში წარმატებული და ზოგადად სასტიპენდიო პროგრამები ყოველთვის ყველა ქვეყანაში არის მოთხოვნადი, თუმცა ყოველთვის პოპულარული არ არის, იმიტომ რომ იმას თუ გავითვალისწინებთ, რამდენ ადამიანს სურს სტიპენდიის მიღება. დაახლოებით ველოდებით, რომ 2000-მდე აპლიკანტი გვეყოლება წელს და 2000-ივე სტიპენდიას რა თქმა უნდა არ გავცემ. თუმცა აი ამ ხელა კონკურსის პირობებში 200-მდე გრანტის გაცემა მოვახერხეთ 2 წლის მანძილზე. აქედან როგორც მოგეხსენება ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი პრინციპი არა მხოლოდ აკადემიური, ასე ვთქვათ, წარჩინება არის, უბრალოდ პრინციპი კი არის, მაგრამ ეს არ არის მიზანი. მიზანი არის, როგორც თქვენ ბრძანეთ, ამ ხალხის უკან დაბრუნება ქვეყანაში და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში ჩაბმა. გვინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი პირობა მოთხოვნა, ჩვენი კონტრაქტული მოთხოვნა არის ის, რომ სტიპენდიანტი განათლების მიღების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს ქვეყანას და ქვეყანაში დაიწყოს 3 წლის ვადით იმსახუროს ქვეყანაში შესაბამის სფეროში. დაბრუნებული აპლიკანტებისთვის, დაბრუნებული ბენეფიციარებისთვის უმრავლესობა უკვე საჯარო სექტორში არის დასაქმებული. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სქემები, რომელთაც მათ ვეხმარებით ამ საჯარო სექტორში დასაქმებაში, თუმცა რა თქმა უნდა, თუ არ იქნა საჯარო სექტორი და დასაქმენ სპეციალობით, ესეც რა თქმა უნდა ქვეყნისათვის ძალიან სასარგებლო მექანიზმია. კაპიტანინო, როდესაც მოხდება დაფინანსება და მიდის უკვე აპლიკანტი, რომელიც შეავსებს განაცხადს. საინტერესოა იქ როგორ ხდება მასთან კონტაქტი, თუ არის თქვა პროგრამის განმავლობაში მწყვეტი კავშირი მასთან. რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს მონიტორინგის პრინციპები. მონიტორინგი, ამ შემთხვევაში არის ისედაც ძალიან ახლოს ვართ ჩვენს ბენეფიციარებთან. იმედია, რომ ისინი ჩვენ აღვიქვამენ, როგორც თქვა, რაღაცა კიდევ ერთ დახმარების მექანიზმს უცხოეთში სწავლისას და რა თქვა, სადამსჯელო მექანიზმს. თუმცა ვითხოვთ, რა თქმა უნდა, მათ ნიშნებს გვაინტერესებს როგორ სწავლობენ და აი ამ ტიპის მონიტორინგს ვახორციელებთ. შემდგომში რა თქმა უნდა ვითხოვთ მათ დიპლომს, რათა ამის შემდეგ დავეხმაროთ უკვე დასაქმებას. და როგორი შედეგები აქვს? შედეგები ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, ძალიან კარგად სწავლობენ და ბრუნდებიან, ასევე ვეხმარებით მათ, თქვათ, იმ თვალსაზრისითაც თუ რაიმე პროფილური
სამსახური ან ერთ წელზე ალაპარაკი, ერთ წლიან გადავადებაზე ალავდებულების ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენს ინტერესშიაც არის, რომ არა მხოლოდ ისწავლონ, არამედ თქვა იქ რაღაც გარკვეული პრაქტიკის გავლაც მოახერხონ. შესაბამისად, თუ პროფილური სამსახურია, ან უფრო ხშირად ინტერნშიპი, ეს პრაქტიკის ტიპის სამსახურს თავაზობენ ხოლმე, ჩვენი კომისია, რა თქმა უნდა, ამას ინდივიდუალური მექანიზმით განიხილავს ხოლმე და უკვე არა მხოლოდ მასწავლი, არამედ ნამუშევარი და გამოცდილი ახალგაზრდები გვიბრუნდებიან. და აქაც ტარდება მე როგორც იცი შეხვედრები, აქაც გაქვთ ხოლმე აპლიკანტებს. რა თქმა უნდა და ზოგადად ბენეფიციარებთან ჩვენ გვაქვს მრავალი სხვადასხვა ტიპის შეხვედრა, ერთ-ერთი შეხვედრა, რომელიც ძალიან სახალისოა ხოლმე ყველასთვის, იმიტომ რომ სამი თაობის აპლიკანტებს და ბენეფიციარებს ვახვედრებთ ერთმანეთს, მათ ვინც უკვე დაამთავრეს და დასაქმებულია, ისინი ვინც ამ წელს დაბრუნდნენ და აპირებენ დასაქმებას, ისინი ვინც შერჩეულნი არიან და აპირებენ წასვლას, ასე რომ რაღაც თაობების შეხვედრას ვაწყობთ ხოლმე. სამუშაო რეჟიმია, რა თქმა უნდა, გამოცდილების გაზიარება, როგორც განსწანეთ. და არა მხოლოდ თქვათ უცხოეთში რას უნდა ელოდონ, არამედ როდესაც დაბრუნდებიან, აი მაშინაც რა ელით და რისთვის უნდა იყვნენ მზად. ასე რომ საინტერესო შეხვედრა. გარდა ამისა, ვაპირებთ კურსდამთავრებულთა პროგრამების დაწყებას, აი ზაფხულში უკვე საბოლოო სახეს მიიღებს ეს პროგრამა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები არა მხოლოდ თავისი სამსახურით დაუბრუნებენ ქვეყანას აი ამ და არა მარტო თავისი გამოცდილებით, არამედ ჩაევნებიან სხვადასხვა სოციალურ პროექტებშიც, რომელიც მათ ერთმანეთთან მუდმივი კავშირის საშუალებას მისცემს, თავიანთ უცხოელ კოლეგებთან, აი მცირე გრანტების პროგრამით ექნებათ საშუალება, რომ ურთიერთობაში დარჩნენ და ასევე თქვათ სოციალურადაც საინტერესო პროექტები შექმნათ. ისე რომ დავუბრუნდეთ ქალბატონინო იმ პროგრამას, რომელზეც დასაწყისში საუბრობდით, მე ვიცი რომ თქვენ გქონდათ ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებები და დაფინანსების კუთხითაც იყო სიახლეები. ახლაც ხომ არ გვაქვს რა? ბატონო, მოგახსენებთ რომ ჩვენი ყველაზე დიდი პროექტი ეს არის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ნებისმიერი ქვეყანა და ნებისმიერი ინსტიტუცია შეარჩიონ სასწავლებლად, რა თქმა უნდა, აკადემიური მიმართულებების, დამტკიცებული აკადემიური მიმართულებების გათვალისწინებით. თუმცა გვაქვს ისეთი პროგრამები, რომელზეც თქვენ ახლა ბრძანეთ, ეს არის მაგალითად ფრანგულ-ქართული პროგრამა, რომელიც ორი მთავრობის თანადაფინანსებით, საერთო პროგრამის შექმნით და საერთო შერჩევით არის განსხვავებული ამ არსებული პროგრამისგან. საფრანგეთის საელჩოდან მოგვმართეს ძალიან საინტერესო შემოთავაზებით ერთი წლის წინ. ჩვენი პარტნიორები ფრანგული მხრიდან არიან Campus France, Institut Français და საფრანგეთის საელჩო. ჩვენი მხრიდან განათლების საერთაშორისო ცენტრი აფინანსებს, აი თანადაფინანსებთან პარიტეტული დაფინანსება ამ შემთხვევაში 50-50%-იანი სტიპენდიები საერთო ჯამში გვაძლევს საშუალებას, რომ წლეულს 17 სტუდენტი დავაფინანსოთ საფრანგეთში სასწავლებლად. ამ შემთხვევაში პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ფრანგული ენა და ფრანგულ ენაზე სწავლება. თუმცა ინგლისურენოვანი პროგრამები, მხოლოდ სამაგისტრო პროგრამა ამ შემთხვევაში სადოქტორო პროგრამა არ გვაქვს, მაგრამ სამაგისტრო პროგრამაზე ესე დამატებით 17 სტუდენტი დაფინანსდა. და უმეტესწილად მაინც ინგლისური ენაა ხომ ქალბატონინო? არა, სხვათა შორის ფრანგულენოვანი ამ შემთხვევაში უფრო მეტი სტუდენტი არის, თუმცა ინგლისურენოვანებიც არიან და ზოგადად კარგი იქნება, რომ ვერსიფიკაციაც მოხდეს. ანუ ძირითადად, რა თქმა უნდა, სასწავლო ენა ზოგადად უცხოეთ ბოლონიის პროცესის გამო უკვე ინგლისური ენა ხდება 40% ყველა უნივერსიტეტი საფრანგეთის თუ იტალიის თუ გერმანიის უკვე საშუალებას გაძლევთ, რომ ისწავლოთ ინგლისურად. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სხვა ენების ცოდნაც არ უნდა დაიკარგოს და მით უმეტეს სხვა ენაზე სწავლის, ასე ვთქვათ, პოლიტიკასაც უნდა შევუწყოთ ხელი. ასე რომ აი ეს ფრანგული პროგრამა ძალიან ზუსტად მოერგო ჩვენს აი ამ მიმართულებას. უმაღლეს სასწავლებელს მინდა კითხოთ, საინტერესო რომელ ქვეყნებზე აკეთებენ მაინც ახალგაზრდები აქციებს? ძალიან კარგი შეკითხვა. საინტერესო არის, რომ როგორც წესი, სააპლიკაციო ყველაზე მეტი აპლიკაცია შემოდის ბრიტანეთში ჩარიცხულ სტუდენტებისგან. თუმცა ყველაზე მეტი სტიპენდია გაიცემა ამერიკაში სწავლაზე და ეს მეტწილად არის იმის დამსახურება, ჯერ ერთი ამერიკული მერიტორიალური პრინციპი ძალიან ხშირად თანადაფინანსებას თავაზობს ხოლმე უნივერსიტეტი და ეს თვითონ სტუდენტისთვისაც, ინსტიტუციისთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან მისაღები ფორმატი არის. გარდა ამისა, ძალიან კარგად მუშაობენ ეს არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სტუდენტებს ეხმარებიან
უცხოეთში აპლიკაციის პროცესში. ჩვენთვის ეს მაინც ძალიან ახალი მექანიზმი არის უცხოეთში უნივერსიტეტში თარიცხვაზე მუშაობა. ამერიკაში მაგალითად უმაღლეს სასწავლებლისათვის უკვე საშუალო სკოლაში არის ცალკე ფუნქცია, რომელიც ეხმარება ამ სტუდენტს კოლეჯში ან უნივერსიტეტში ჩაბარდნილ. ჩვენთან ესეთი მექანიზმი არ არსებობს. ამდენად აი საერთაშორისო ორგანიზაციები, ერთ-ერთი მომდის მაგალითად ახლა ეს არის Education USA ქვია, რომელიც ძალიან სწორ მიმართულებას აძლევს ხოლმე ამ დაინტერესებულ სტუდენტებს და ბევრ კარგ უნივერსიტეტში ეხმარება, სრულიად უფასო არის მათი სამსახური, ეს არანაირად დამატებით თანხასთან არ არის დაკავშირებული, სწორ უნივერსიტეტებს არჩევინებს, ძალიან ძნელია გინდოდეს რაღაცის სწავლა და სწორად შეარჩიო უნივერსიტეტი, ამის გამოცდილება ცეთი არის. ძნელად მოსაპოვებელია და არსებობს ეგეთი ინსტიტუცია. ჩვენც ვეხმარებით მეტწილად, ვთქვათ სტუდენტებს, რომლებიც მოდიან და გვეკითხებიან, რომელ უნივერსიტეტში ჩავიწყოთ, ესე ქვეყანა და ინსტიტუტი შერჩეული რა თქმა უნდა არ არის. თუმცა ახლა გვაქვს რაღაცა კონტრაქტები დადებული უნივერსიტეტებთან, მაგალითად გვაქვს ძალიან კარგი სკოლა არის, ნორვეგიის ეკონომიკის სკოლა არის, გვაქვს ასევე კონტრაქტი დადებული, უბრალოდ მემორანდუმი გაფორმებული რატგერსის უნივერსიტეტთან და იმ შემთხვევაში თუ ამ უნივერსიტეტებში შეარჩევენ სტუდენტები, მათთვის შედარებით უფრო გაადვილებული პროცედურა იქნება ერთჯერადი აპლიკაციის. ეს უკვე სტუდენტზე არის დამოკიდებული. კეთილი, დასასრულისკენ მივდივართ, ქალტონინო და გთხოვთ, რომ ალბათ გექნებათ რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გნებავთ, რომ გააცნოთ მაყურებელს, ან რაიმე ინფორმაცია ესეთი, რომელიც ძალიან ეს ადმინისტრაციული მოთხოვნა იქნება, ესეთი ფორმულირებით რომ გავაკეთოთ. ერთი არის, რომ როგორც ყველგან საქართველოშიაც ყველა სტუდენტი ბოლო წუთში ავსებს სააპლიკაციო ფორმას და უკვე აღარ გვაქვს საშუალება, რომ რჩევა მივცეთ ჩვენს აპლიკანტებს, ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება, რომ აუცილებლად იანონ საინფორმაციო შეხვედრებზე, იმიტომ რომ არა მხოლოდ შეკითხვის დასმის და პირდაპირ პასუხის მიღების საშუალება, ამით ერთმანეთსაც იცნობენ და ბევრი ისეთ საკითხის მოსმენა უწევთ, რომელსაც თვითონ არ უფიქრიათ, ასე რომ საინფორმაციო შეკითხვები, საინფორმაციო შეხვედრები და ასევე აუცილებლად დროული სააპლიკაციო პროცესი. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თვითონ სტუდენტების ინტერესია, რომ გადაწყვეტილება კომისიამ, ამ საერთაშორისო კომისიამ დროულად მიიღოს. ძალიან დიდი მადლობა, ქალტონ ნინო ჭელიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი. საუბრობდით ახალ სასტიპენდიო პროგრამაზე, რომელიც განკუთვნილია სამაგისტრო, სადოქტორო და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთათვის. მინდა ყველას უსურვო წარმატება, ვინც გადაწყვეტს, რომ შეიტანოს განცხადება, განსაკუთრებული გულშემატკივარი ვარ აღნიშნული პროგრამების და ძალიან მახარებს, რომ არის ესეთი შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში, რომ ვისაც აქვს სურვილი, გავიდეს და ისწავლოს იმის თქვათ არ ქონეს იმის პრობლემა რომ ვერ დაფინანსდება თუ თავარია იყოს მონდომება და თავარია სწავლობდეს ნამდვილად ძალიან კარგი განაცხადია სახელმწიფოსგან რომელიც ზრუნავს თავისი ახალგაზრდების განათლებას. გამშვიდობებით ქალტონინო, ჩვენ კი ვაგრძელებთ შუა დღეს მესამე ნაწილი გვერდის წინ ახალი თემა, ახალი სტუმრები, ცოტა ხანში ვბრუნდებით.